რაც შეეხება ინსულტს. ინსულტის მკაფიო გამოხატულებაა ტვინის კოგნიტიური დისფუნქცია და რადგან თაგვი ცხოველია და ვერაფერს ვერ გვეტყვის, საჭიროა სხვა მეთოდით მათი ტვინის კოგნიტიური ფუნქციის შეფასება. ერთ-ერთ მეთოდს ჰქვია მორის წყლის ლაბირინთი. ზევიდან თუ დახედავთ, ეს არის წყლის აუზი. ამ აუზში წყლის ქვეშ არის პლატფორმა განთავსებული, ხოლო გარშემო ათავსებენ ნივთებს, რომ ცხოველმა შეძლოს ორიენტაცია. თუ ჯანმრთელ თაგვს ჩავსვავთ ამ აუზში, ის იცურებს და მიაგნებს პლატფორმას და ზედ აძვრება. მეორე ცდაზე ის უფრო სწრაფად პოულობს პლატფორმას და დაახლოებით 4-დან 7 ცდაზე ჯანმრთელი თაგვი პირდაპირ პლატფორმისკენ მიცურავს. როცა ყველა თაგვმა უკვე ისწავლა ამ აუზში პლატფორმის ადგილი, ამ თაგვებში ლაზერის გამოყენებით ინსულტი გამოვიწვიათ. შემდეგ ისევ უკან დავაბრუნეთ ამ აუზში, რომ გვენახა რამდენად დაავიწყდათ აუზში ეს პლატფორმა. შემდგომ ეს ახალი ნაინსულტარი თაგვები ორ ჯგუფად გაყვეს. პირველ ჯგუფს 2 წუთზე მეტი დრო დასჭირდა აუზის პლატფორმის საპონელად, ხოლო მეორე ჯგუფი, რომლებსაც ღეროვანი უჯრედების სისხლში გადმოსტყორცნის მეთოდი გამოიყენეს, მათ 40 წამზე ნაკლებ დროში იპოვეს პლატფორმა აუზში. და თუ შევხედავთ ინსულტის დაზიანების მასშტაბებს ტვინში, ის გაცილებით პატარაა ვიდრე პირველი ჯგუფის თაგვებში.